ელენე იყო ბოლო მოჰიკანი, შეიძლება ითქვას გარეთ დარჩენილი და ისიც ჩასვეს თან აბსურდული ბრალით. პოლიტიკური პროცესი აი ამ აქტით, რაც ელენემ განახორციელა, ძლიერდება თქვენი აზრით? პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა, დიახ, კოალიციის 4-ვე ლიდერი დაკავებულია ამ მომენტისთვის და ის 4-ვე აქვს გამოგონილი ბრალი. დიახ. აი პირველი სამის შემთხვევაში სრულიად რაღაც აბსურდული ბრალი, ხოლო ელენეს შემთხვევაში ეს არის არა მხოლოდ გამოგონილი ბრალი, არამედ ამ ბრალის გამო, ამ ასე ვთქვათ, სამართლებრივი შეფასების გამო, უბრალოდ ამას არაფერი აქვს სამართლებრივთან და ამაზეც ვისაუბრებთ ალბათ. ამ სამართლებრივი შეფასების გამო ამ ქალაქში შეიძლება გამვლელებიც კი დააკავო, იმიტომ რომ ზოგიერთმა პლაკატს რაღაც ან ბანერს ისე მოეპყროს და ასე შემდეგ და არაერთი გვინახავს. და მე გიმდე არც არავინ იყო ამით დაკავებული ამ ჩვენი ოფისის დაახლოებით 10 ოფისი იყო დარბეული. ორჯერ ოფისში თავს დაგვესხნენ. დაგვესხნენ თავს ადამიანები ფიზიკურად ხელჩართული ჭუბები მდიოდარებოდა ჩვენთან ოფისში. ადამიანები დაზიანდნენ და ცოტა უფრო ადრე ნიკამელიას ოფისს საერთოდ დაწვეს. ქონების განადგურება თუ რამე აი ეს მუხლი, რასაც ახლა ელენეს და მეგის ედავებიან, ეს მუხლი შეესაბამება იმას, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. და არა იმ აბსურდ რო 500 ლარიანი ჯარიმაა, რაღაცა ზიანი 300 ლარიანი. ჯერ როგორ დათვალეს, იმიტომ რომ ის ჩვეულებრივად იშლება ამის ნება და სურვილი რო ქონდეს, მაგრამ აქ არანაირად სამართლებრივ საკითხის შესვლას აზრი არ აქვს. კი ბატონო, პოლიტიკური საკითხია ეს. არც მინდა რომ ამაში შევიდე, გულწრფელად გეუბნებით ამას, ვინაიდან არანაირ დობა არც საგამოძიებო ორგანოების ან სასამართლოსი არავის არ აქვს და ეს ჩვენ კარგად ვიცით და გამოვცადეთ არა მხოლოდ ჩვენ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ და კოალიციამ, არამედ ათეულობით ადამიანმა და ასეულობით იმ ადამიანმა და ათასობით იმ ადამიანმა, ვინც ადმინისტრაციული ჯარიმები დაუწეს ამ კლანმა მოსამართლებისა, რომელიც უმრავლესი მათგანი სანქციებულია. აქ არის საკითხი შემდეგ რამეში, რომ მოხდება თუ არა ყველა იმ ქმედების პოლიტიკური იქნება, ეს სოლიდარობის აქტი იქნება, მხარდაჭერის აქტი იქნება თუ ასე შემდეგ, პოლიტიკურად მისი კრიმინალიზება, ასე ვთქვათ. ანუ ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძეს ვინმე არ მოსწონს და მას მოუგონებენ თუ არა ბრალს. აქ საუბარი არის შემდეგ რამეზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსს გადაშლიან. სისხლის სამართლის კოდექსში კარგი არაფერი არ წერია. მხოლოდ ცუდი საქციელების გამო დანაშაულებენ და აი გადაწყვეტენ რომელი პოლიტიკოს, რომელი მუხლი შეესაბამება. აი ელენე ხოშტარიას თვითონ ქონება დააზიანა, ლევან ხაბეიშვილს ის რომ რაღაცა საჯარო დაპირება გააკეთა, ნიკა გვარამია და ნიკამელიამ უბრალოდ არაკონსტიტუციურ კომისიაზე არ გამოცხადა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამაზეა საუბარი. ეს არის არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ ყველაფერს არ აქვს, უბრალოდ ცდილობენ რომ პოლიტიკოსებს მიუსადაგონ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები და ამით გაანეიტრალონ ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ქმნის წინააღმდეგობას და პროტესტს. ელენე ამბობს რომ ის არაპირებს არც გირაოს გადახდას, არც ჩემს სასამართლოზე მოხვიდეთო, არ ვაპირებ ფარში მონაწილეობასო. ეს ნიშნავს რომ ის ციხეში რჩება. არ ვიცი ეს სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ასე ვთქვათ. ამიტომ ვიკითხებ ეს პროცესი ეხმარება ყველა ლიდერი ციხეში თუ პირიქით. არ ვიცი, ეს ერთი რამ ვიცი რომ ქართული ოცნება სიტუაციის ნორმალიზებას ვერ მოახდენს და რავს გულისხმობ. ქართულმა ოცნებამ ფაქტურად ხელი ჩაიქნია იმაზე, რომ ის გახდეს ლეგიტიმური ხელისუფლება ამ ქვეყანას. ბევრი ეცადა არ გამოუვიდა. არა, ამას ხელი ჩაიქნია, ეს მას რომ ლეგიტიმაცია უნდადეს ამ აბსურდული ბრალით ყოველ კვირას, უკვე ყოველ მესამე დღეს ადამიანებს არ დაიჭერენ. ანუ მან იცის რომ ის ლეგიტიმური ამ ქვეყანაში ამ მოცემულობით ვეღარ გახდება. ახლა მისი ამოცანა არის შემდეგი, რომ მოახდინოს მეტნაკლების სიტუაციის ნორმალიზება, თუნდაც იძულებითი ნორმალიზება. ანუ იძულებითი ნორმალიზება რას ნიშნავს? უბრალოდ მას მიაჩნია და სამართლიანად მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები და მას ბოლო აქციამაც აჩვენა, იმიტომ რომ ზარდია, ხო? 19 აგვისტოს აქციასთან შედარებით, ეს აქცია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება. შემდეგი აქცია კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი იქნება და ასე შემდეგ. ასევე არის უწყვეტი პროტესტი. მიხვდა რომ მას ჭირდება იძულებითი ნორმალიზება. კალაძის ხელით ცადეს ადამიანების ფიზიკურად გასწორება, რომ შემდეგ შეეშინდებოდა თუ არა სხვებს, რომ ამ აქციაზე გამოსულიყო, იმიტომ არავის უხარია, რომ ვიღაცა 21-ზე ან კუთხეში დაიჭერს ადამიანს და ფიზიკურად გაუსწორდება, ხო, მშვიდობიან მოქალაქეს. მაგრამ მიიღეს მეორე დღესვე მელიქიშვილზე მრავალათასიანი აქცია. შემდეგ იყო ეს მარში. ეს უკვე მიხვდნენ, რომ იძულებით და ძალადობით ამას ვერ გააკეთებენ. ახლა არის პოლიტიკური პარტიების გაშავება, არაერთგზის სადა, მაგრამ ხელმეორე თუ ხელმეათედ
და ასევე პოლიტიკური ლიდერების პროცესიდან ჩამოცილება. ამის ასე ვთქვათ, გზავნილები ქართულ ოცნებას ყოველთვის აქვს. აი, ყოველი მათი რაღაცა ვიღაც სპიკერები რო ყავთ, გულწრფელად სახელი და გვარები არ მეხსოვს, დღეს ერთმა თქვა, არ ვიცნობ, იმიტომ რომ ის ერთპარტიულ პარლამენტში რაღაც ჩაკეტილი არიან შენობაში და იქ შედიან გოლი განცხადების გასაკეთებლად მხოლოდ რაღაც ეგეთი განსხვავება. გააკეთეს, რომ აიო, ვიღაცავს თუ ვინმე დაარღვევსო კანონსო, ახლავ წინათ პერიოდში არ ვიყავითო და ახლა უფრო მკაცრები გავხდებით. ანუ სასაცილოა, ხო? კობახიძემ თქვა. კობახიძემას თქვა ესეთ მესიჯი და კი, ერთი საერთო ის აქვს, რომ აი ვითომ ამით გვემუქრებენ, რომ ყველას დაგიჭერთ. არა და თავისიანებს არ იჭერენ ბანოთენკო. აგერ ორი მამრი თქო, მე მოვუყევი წეღანაც, კალაზის შტაბის წინ ქალებს რომ ცემდა, ისინი გამოუშვეს. ეს საინტერესო ისტორია, იმიტომ გამოუშვეს, რომ მათი ორგანიზებული იყო. ეს არ იყო თვით ინიციატივა, ხო? შეიძლება მართლაც ყოფილიყო შტაბში ადამიანები, ვისაც არ მოეწონა რაღაც სიმღერა, არის ხო ეს? ან არ მოწონდეს მისი ოპონენტები და გადაწყვიტოს ემოციური ნიადაგზე, თვითონ იყოს აგრესიული. ეს ხდება ადამიანებს ხანდახან ემოციების ჭარბობს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო ორგანიზებული. და როცა შენ ორგანიზებულ ნაწილში რაღაცას დაგავალებენ და შემდეგ ამის გამო ვინც დაგავალა ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემას აპირებს, რა თქმა უნდა პრეტენზიები გექნება და სხვათა შორის რომ იცოდეთ, კალაძეს აბრალებდნენ, რომ კალაძეს აბრალებდნენ და აპირებდნენ იმ ადამიანის ერთ-ერთის ოჯახის წევრები, ეს საუბარი არის ამის შესახებ ქალაქშიც, იმ ჯგუფებში ვისთანაც რომ პირდაპირ იტყოდნენ ვისის იმ სახელ და გვარს, ვინც გააკეთა იმ დღეს შტაბში მობილიზება. არის ვაჟას კვარტლებიდან ერთ-ერთი ასე თქვა დაჯგუფება, მეორე არის გლდანის დაჯგუფება. ძირითადად ეს ორი დაჯგუფება ყავდათ იმ დღეს ოფისში. ამათი იდენტიფიცირება ყველას მომხდარია. ყველა ვიცი დაახლოებით ვინ ჩანს კადრებში, ვინ არის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, როდის ითანამშრომლეს პოლიციასთან, სუსმა როდის მოახდინა მისი ასე თქვა გადაბირება. ამ ადამიანებს ყავთ აქვთ 4-5 Facebook გვერდები. სხვათა შორის ამაში ხელფასუხდიან სადღაც აიპებში, სიპებში არის ყველა ეს ინფორმაცია არის გაშიფრული. ანუ ესენი არიან ნომრიანი აგენტები, სუსი შეიძლება თვითონ არ ფიქრობენ ესე, მაგრამ ეს სუს პარტიას ქართულ ოცნებას ეს ბაზა აქვს და ეს ადამიანები გაშიფრული არიან. ამიტომ მქონდათ პრეტენზია სამართლიანი. და კახა კალაძე არის ის ადამიანი, ვინც ხელს აფარებს მოძალადეებს. ეს ხო გამოჩნდა, ხო? ანუ მეგის მიმართ, ანუ ძალიან მარტივი რაღაცა. თუ მე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდები, თავპირს დაუნგრევ, პოლიციელსაც და 2 წელის ციხე გაქვს და ბანერზე თუ მიაწერე რომ კახა კალაძე არის რუსი 5 წელია ციხე. აი ეს პროპორციულობა, თანაზომიერება, მაგრამ 2 წელიც არ მისცეს იმ ხალხს. არა, საქმე ხო თითქოს ამ მუხლით არის აძრული და უნდა აღძრულიყო, ხო? ანუ წარმოიდგინეთ აბსურდულობის რა მასშტაბია, მაგრამ კიდევ ერთხელ სამართლებრივ ჭრილში ამის განხილვას აზრი არ აქვს. ეხლა არის ბრძოლა გამძლეობაზე და ეხლა არის ყოველი დღე მნიშვნელოვანი და ამაზე მინდა ვისაუბრო. ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ ძალიან ბევრი. ერთი რაშიც დარწმუნებულია ქართული ოცნება და ელენე ხოშტარიას მაგალითზე, სხვა პოლიტიკოსების მაგალითზე, რომ ვერავის სიხით ვერ შეაშინებენ, ზუსტად ვიცით, აი ზუსტად ვიცით, დღესაც გქონდა ამაზე პარტიაში საუბარი, დღეს ზუსტად ვიცით, რომ დაჭერები გაგრძელდება, ზუსტად ვიცით, ამაზე შეთანხმებული ვართ და ასევე შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ ამ დაჭერების გაძლება არის იმაზე, რომ საზოგადოება იყოს ფხიზლა და აქციები იყოს მრავალრიცხოვანი. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ ოპოზიციის ყველა წევრი, ვინც ამ წინააღმდეგობაშია ჩართული, წავიდეს ციხეში, ვინაიდან არანაირის ადვოკატი აიყვანა და გამოცდილი ყავს თუ ნაკლებად გამოცდილი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პროკურატურას მიუმართავ სასამართლოსთვის დიდი ალბათობით პროცესი ხვალ უნდა იყოს. ყოფინება ჩვენი კორესპონდენტი ელენესთან დაკავშირებით. ხვალ უნდა იყოს, ხვალ არ ვაპირებთ სასამართლოზე მისვლას, თვითონ ელენეც არ იქნება, ეს გადაწყვეტილება მიიღო მან, ამიტომ თუ ვინმე ფიქრობს გულშემატკივარი და ასე შემდეგ, არც ელენე იქნება, არც კოალიციის წევრები ვიქნებით, უბრალოდ ეს ინფორმაციის სახით, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც გამოხატავს ლიდერების მიმართ მხარდაჭერას და გულშემატკივრობას, ჩვენც არ ვიქნებით, არც თვითონ ელენე იქნება, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ხვალ ეს მას არაფერი აქვს საერთო სამართლებრივი საკითხი. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. კი, ნამდვილად, ახლა პროკურატურა ჯერ ფიქრობს არ უთქვამს, პროკურატურა არა, ალბათ რეჟიმი ფიქრობს, საპატიმრო გირაო იყოს ეს თუ ისე გირაო, ანუ პატიმრობის გარეშე, როგორც მეგის შემთხვევაში იყო. ნახოთ, დაველოდოთ. სალალი როგორ დათვალეს 200 ლარია განსხვავება. ხო. იქ 380-ია, 550-ი. ხო, 570-იო, ეს ძალიან საინტერესო
საინტერესო კომიკური იყო ეს ამდენი პოლიციელი რომ ზომავდა იმას რა ქვია მაგ სახაზავით რომ ზომავდა რუსული ოცნება ესე იგი რამდენ სანტიმეტრზე დაეტია და ამას ზომავდნენ ზარალს აიყოთ ფრშხილის მოსაშორებელი ლაქის მოსაშორებელი საშუალება და წაეშალათ უბრალოდ ძალიან მარტივად ეს ბანერი ყოველგვარ 570 ლარიან დაზიანებას გადარჩებოდაო როგორც გამოცდილი პოლიტიკოსები ამბობენ ასეთი ზედაპირიდან მარკერი ძალიან მარტივად იშლება მაგრამ ეს არის პოლიტიკური საქმე და შესაბამისად ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტა თითო ბანერს რომ თითო პოლიციელი ცავს ესეც და ბანოთენგო მე მაინც დავსვამ ამ კითხვას მე მესმის რომ არ თანამშრომლობა არის მთავარი ასე ვთქვათ სტრატეგია რომელიც თქვენ აირჩიეთ მაგრამ აქციებია გარეთ ხომ დაგეგმილი 4-შიც არის დიდი აქცია დაანონსებული და შესაბამისად ამ აქციის წინ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება როგორც შანს აქ არ დასრულდება ეს და გაგრძელდება კიდევ შესაძლოა იყოს კვლავ პატიმრობების სია ასე ვთქვათ არა მარტო ოპონენტების მხარეს არამედ ამბობენ რომ მათ რიგებშიც ეს საბოლოო ჯამში რა შედეგითაც უნდა დასრულდეს მაინც გიღირთ არ თანამშრომლობად ეს მინდა რომ ეს არის პრინციპი აი რაც ეხლა ხდება ქართული ოცნების ირგვლივ ეს გამოიწვია არ თანამშრომლობამ ამაში დარწმუნებული კი არ ვარ ეს უკვე ფაქტია ის რომ ლეგიტიმაციაზე ქართულმა ოცნებამ ოცნებაზეც კი ლეგიტიმაციას რომ მიიღებდა უარი რო თქვა ფაქტობრივად უარი თქვა ხო ეს არის დამსახურება არ თანამშრომლობით ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი ერთი წინადადებით და შემდეგ 28 მუნიციპალიტეტში არის ერთი კანდიდატი წარმოიდგინეთ რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში რომ ერთი კანდიდატი ყოფილიყო ამათი ლეგიტიმაციასთან ერთად სიტუაციის ნორმალიზების შესაძლებლობა იქნებოდა ეს არის ძალიან დაზიანდა პროცესი მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ დააზიანა პროცესი ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას იმათმა მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და მიუხედავად იმ ამინდისა როცა გამოვიდა 10000-ობით ადამიანი ქართულმა საზოგადოებამ პასუხი გასცა ამ ყველა პროცესს პოლიტიკური ჩართულობის გარეშე საზოგადოება არის უბრალოდ გავრაზებული და საზოგადოებაა წინააღმდეგობაში ანუ საზოგადოების მოთხოვნა ის არის რომ ამ კრიმინალებს ამ რუსებს არანაირი თანამშრომლობა თორემ მე ამას ღიად ვამბობ როდესაც იქნება და უახლოეს პერიოდში იქნება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მაგიდის მეორე მხარეს ქართული ოცნება იჯდება, ეს იქნება გადაბარების ნაწილი, უკანდახევის ნაწილი, თუ ასე შემდეგ. ეს ცხადია, იმიტომ რომ ჩვენ მას არ ვაღიარებთ როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, თორე როგორც პოლიტიკურ ძალას, სუბიექტს, რომელიც ამ ქვეყანაში ხელისუფლება მიიტაცა, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ ეს ფაქტია, ხო? აბა ვისვერდით. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გაცნობიერება მოხდეს. 4 ოქტომბრამდე იქნება კიდევ ერთი დიდი აქცია, მნიშვნელოვანი შინაარსით. უკვე დაწყებული გვაქვს ამაზე მზადება და ამ პროცესისთვის მზადება და უახლოეს დღეებში ამ ასე ვთქვათ როდესაც მოხდება შეჯერება თელ ოპოზიციაში კონკრეტული საკითხების ამის შესახებ ჩვენ საჯაროდ ვიტყვით ძალიან მნიშვნელოვანი თქვა გუშინ ჩვენს ეთერში პირადად რომ არანაირი აქციები მანამდეო და ზოგად ძალები 4-ისთვის მოემზადეთო და ნუ დააბაჭერინებთ თავს 4-მდეო ასეთი მესიჯი ქონდა მას არიზიარებთ ამას არა ხო მე გამისმენია ეგ ნაწილი ბატონ პატას ბევრი მოსაზრება აქვს ძალიან საინტერესო და ეს აუცილებელია რა ბევრი აქცია ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ქართულმა ოცნებამ უნდა ნახოს რომ ყოველ დღეს არის უწყვეტი აქცია და რაღაც პერიოდულობით ეს პროტესტი იზრდება. ეს არის მნიშვნელოვანი. ამის გარეშე ქართული ოცნება არის სუსტი ისე როგორც არასდროს და ეს შეიძლება ბევრჯერ თქვენ არხზე ვთქვი სხვა თქვენს კოლეგას და რომ ბევრი ოპოზიციონერისგან ეს ხშირად მოგისმენიათ შეიძლება მეთქი. მე ამას არასდროს არ ვამბობ, რომ აი ხელისუფლება აგდია, რაღაცა ასაღები, მაგრამ ერთ რამეში ვარ ახლა დარწმუნებული. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხელისუფლება როცა ირაკლი ღარიბაშვილს ემუქრება დაჭერით, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიჭირა, შიგნით აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები. აი კალაძის გუნდს გონია პირდაპირ გეუბნებით, კალაძის გუნდს გონია რომ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი რაღაცას უჩალიჩებს რომ ბოლომდე გააშავს და შიგნით ამაზე საუბრობენ და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იცის. ასევე პარლამენტის ამ ახალ სახეებს გონიათ, იმიტომ რომ ესე დადიან ათლობებზე, ქორწილებში, დაბადების დღეებს საუბრობენ რომ ბიძინა ივანიშვილი დაკარგა მართვის ასე ვთქვათ პულზე ხელი აღარ უჭირავს და ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას. ეს მათ შორის ხო ქოცებში გადის ეს ინფორმაცია. ასევე აი ირაკლი კობახიძე გაბედავდა როდესმე და
12 წელია ერთად არიან, ხო? რომ ეთქვა გომელაურზე, რომ ის არაფრის მაქნისი უარგისი მინისტრი იყო. ფაქტობრივად ეს ხო, კრიმინალი, ნარკოკარტელი, კოლცენტრები, ოპოზიცია აქციებს ამართავდა და ასე შემდეგ. ხო, ვერასდროს ვერ გაბედავდა, ვერც ახლა გაბედავდა. პრემიერ-მინისტრის სტატუსითაც კი ვერ გაუბედავდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თანხმობა. აქედან გამომდინარე ეს ფაქტები და ეს არ არის ვარაუდები და ჭორაობა, ეს არის ფაქტები. ეს ფაქტები მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თქმის შესაძლებლობას, რომ ყოველდღე თუ ვიქნებით ბევრი, ქართული ოცნება აუცილებლად ჩამოიშლება და მას მოუწევს ძალიან მნიშვნელოვანი დათმობა და შემდეგ ხელისუფლების გადაბარებაც. თენგო თევზაძე კვალიცაცვლილებისთვის ჯერჯერობით გარეთ დარჩენილი ლიდერია, ჩვენი სტუმარი იყო ყოველ შემთხვევაში.